აუცილებლად მზია ამაღლობელს ხნეობას უსურვებ ის აუცილებლად არის რკინის ქალი ჩვენთვის მაგალითი და ყველა პატიმრებისათვის მაგალითი მივესალმები ყველა პატიმარს აქედან უსურვებ ჯანმრთელობას პირველ რიგში გამძლეობას და მათ ყველამ უნდა იცოდეს რომ ჩვენ არასოდეს არ გავჩერდებით სანამდესაც ისინი ყველა არ იქნებიან თავისუფლები ყველა პატიმარი აბსოლუტურად სახელის და გვარის მიუხედავად ყველა ვინც ქართულმა ოცნებამ მოაქცია ტყვეობაში ამიტომ ბიჭებო გამაგრდით გოგოებო იქ ქალებიც არიან ძალიან ბევრი აუცილებლად მივესალმებით დათაშვილს და მასაც უსურვებ ხნეობას ჩვენ არ მივატოვებთ მას აქედან როცა დაუბრუნდებით აუცილებლად მივაგ იმ საპატიმროსთან სადაც დათაშვილია და აუცილებლად გავამხნევებთ მას ეს არის ზუსტად კომუნისტური რეჟიმი რომელიც ხდებოდა წლების წინ რომ ქალი რომელიც გამოამწყვდიეს საგიჟეთში და ზუსტად ეს ხელისუფლება იქცევა ისე როგორც იქცევოდა მაშინ ის რეჟიმი ამიტომ ესენი აუცილებლად დასრულდებიან აუცილებლად ძალიან ეგონა ალბათ გებუაძეს რომ სულ ეკნებოდა ბათუმი ხელში ეგონა რიჟვაძეს რომ ბათუმის ის იქნებოდა ბათუმის მამა და მარჩენალი მაგრამ არავითარ შემთხვევაში კი ნახეს რაც დაემართათ და ასე დაემართება ყველას ვინც გადაუდგება ხალხს ვინც გადაუდგება პატიმრებს და არ აღიარებს მათ როგორც რეჟიმის ტყვეებს თურმე არ მოწონს ეს სიტყვა რეჟიმის ტყვეები დღეს ჩვენი ხელისუფლება ბეშუმში არ ვიცი ქეიფობდა თუ რა შვებოდა ისინი მიდიან ისეთ ადგილებში და გარშემო უდგას ძალიან დიდი დაცვა ვერ ჩნდებიან ხალხში და ვერც ვერასოდეს ვერ გამოჩნდებიან მაგრამ მათ ნახეს რომ ჩვენი ორი აქტივისტი ორს ხედავდი და ალბათ იყო რამოდენიმე ჩვენ რო გწოდნებოდა დედებს რომ იქ იყვნენ ეს ბავშვები აუცილებლად დაუდგებოდით გვერდში მაგრამ სავარაუდოდ ვფიქრობ რომ გაგვიფრთხილდნენ იმიტომ არ იცოდა რა სიმოქმედებდა იქ ხელისუფლება ამიტომ არ წაგვიყვანეს და არ გვითხრეს მივესალმები იმ სტუდენტებს ძლიერ ბავშვებს რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ და ვერც შეაშინებენ შიშრები არიან ესენი მთელი დღე დაგვდევენ კუთხში 10 საათი გუშინ ზია ამაღლობელი ფეხზე მდგომელა იყო ის ამბობს რომ ის არ დაჯდება საბრალდებო სკამზე იმიტომ რომ მას არ დაუნსახურებია მაგრამ მე ვეტყოდი მზიას საბრალდებო სკამზე დაჯდება ყველა ის ვინცაც ხელი ურევია თქვენ პატიმრობაში და თქვენ აუცილებლად იქნებით თავისუფლები აუცილებლად კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეტყვით მე ყოველთვის ცრემლი მომდის მაშინ როცა ვხედავ თქვენ თანადგომას როცა ვხედავ როგორ გვიდგეხართ გვერდში მადლობას გვიხდით ჩვენ და გვეძახით გმირდედებს არა ყველანი თქვენ ხართ გმირები ჩვენთან ერთად ჩვენ იქ ყველა ვერ მოხვდებოდით და თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ გარეთ და თქვენ უნდა გვედგეთ გვერდში თქვენ გვაძლიერებთ თორე მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებდით მადლობა და მადლობა ყველა იმ ქართველს ვინც დღეს ყველაზე გონივრად აზროვნებს მე არ ვთვლი რომ დღეს ქოცები აზროვნებენ არა იმად დარჩათ ტვინი და იმას იქით ისინი ვეღარ მოქმედებენ რა სადაც გაეყინათ ტვინი გაეყინათ მორჩა და თუ ის სიტყვა რომ პოლიციელები თურმე დასჯადი ყოფილა სიტყვა მე ვიტყვი ხმამაღლა ყველა პოლიციელი არის მონა ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად მე 9 აპრილიდან მოყოლებული პოლიციას ვეღარ დაუძახებ იმიტომ რომ ისინი მართლა მონებივით იქცევიან თუ არა და მაშინ დადგნენ ხალხის გვერდზე როგორც მაშინ ქართული პოლიცია დადგა ქართველი ხალხის გვერდზე რადგანაც მაშინ იყო რუსის ჯარი და დღეს ყავს რუსის მთავრობა ამიტომ ისინი ემსახურებიან რუსეთს კი ვხედავდით დღეს ბათუმში სავსე კაფეები რუსებით ამიტომ იყავით ბატონო და იქეიფეთ რუსებთან ერთად და ქართველი ხალხი შეგიძულებს სამუდამოდ დარწმუნებული იყავით ამაში და კიდევ ერთხელ ბიჭებს მივესალმები აქედან და უსურვებ ყველა პატიმარს მხნეობას და ჯანმრთელობას გაუძელით აგვისტოს თვეს რადგანაც ძალიან ცხელა თურმე ციხეებში და ამიტომ როგორღაც გაუძელით ჩვენც გაუძლებთ თქვენთან ერთად და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და არასოდეს არ გავჩერდებით